პირველ ივნისს უკრაინამ დააბომბა რუსეთის 5 ავიაბაზა, გაანადგურა დაახლოებით 51 რუსული თვითმფრინავი, რომლებშიც შედის სტრატეგიული ბომბ-დამშენები Tu-95 და Tu-22M. რუსეთმა მიიღო 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი და მოკლედ უკრაინელმა სპეცსამსახურებმა წარმატებით შეასრულა ოპერაცია ობობის ქსელი. ამ ვიდეოში მინდა მოკლედ ვილაპარაკო თუ როგორ შეძლო უკრაინამ ესეთი ოპერაციის ჩატარება, რამდენად მნიშვნელოვანი და წარმატებული ოპერაცია იყო ეს უკრაინისთვის და გავიაზროთ ამ ოპერაციის პოლიტიკური მხარე. ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო. მოკლედ, ამ ოპერაციას უკრაინელი სპეცსამსახურეები გეგმავდნენ დაახლოებით წელიწად ნახევარი. მოკლედ, გეგმა ჩამოყალიბდა 2023 წელს და ამავე წლის სექტემბერში კამიკაძე დრონების გადაზიდვის ოპერაცია დაიწყო. ის ფაქტი, რომ სატვირთო მანქანებმა დრონები უპრობლემოდ გადაზიდდეს რუსეთში, მიუთითებს იმას, რომ უკრაინელი სპეცსამსახურეები ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობენ რუსეთის ტერიტორიაზე. ამას უკრაინელები ვერ გააკეთებდნენ, რომ არა მათი მხარდამჭერები რუსეთში. და სხვადასხვა ცნობის მიხედვით სატვირთო მანქანები რუსეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის ტერიტორიიდან შევიდნენ. რუსეთს აქვთ აპარატურა, რომელსაც შეუძლია სიგნალის დაჭერა და დრონების პოვნა, ამიტომაც წესით რუსებს უნდა ეპოვნათ მანქანების სახურავებში დამალული დრონები, მაგრამ სპეციალურად ჩაშენებულმა სიგნალის დაცვამ ხელი შეუწყო უკრაინელების გეგმებს. სატვირთო მანქანები შემდგომ სწავლდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში, ზოგი ციმბირში, ზოგი მურმანსკში და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ. ეს ყველაფერი იგეგმებოდა ჩელიაბინსკის ერთ-ერთ საწყობში, რომელიც მდებარეობდა FSB-ს შტაბისგან 5 კილომეტრში. ანუ უკრაინელი სპეცსამსახურები გეგმავდნენ და ატარებდნენ ესეთ მნიშვნელოვან ოპერაციას რუსული სპეცსამსახურების ცხვირ წინ.